ვაგრძელებთ გადმოცემას პატივცემულო ტელემაყურებელო, შემოგთავაზებთ კიდევ ერთ თამაშს, რომელსაც ქვია ამდენი ბავშვობის შემდეგ არ მითამაშია. თამაშია, ჩვენ ყოველთვის ბავშვებად ვრჩევთ. შემდეგი თამაში არის რეზინობანა. ხო რა გადავიდეს, ბავშვობა უნდა გაგახსენო. 7 კლასი, არა, წრეში ბურთი. ამას რა ერქვა? ხელებიდან რო უნდა გადაგეტანა, რა ერქვა? აუ, ეგეც ძალიან მაგარი თამაშია. და კიდე ის ქვა რა უნდა გადაგეკეთო და მაგაში ვიყავი ჩემპიონი. არა, მაგრამ შემოვიტანოთ რუბრიკა გავიხსენოთ ბავშვობა და კარგი, ეგ რუბრიკაც გვექნება, თუმცა ახლა ჩვენ ვთამაშობთ თამაშს, რომელსაც ქვია, სახელწოდება ამ თამაშის არის ცნობილი, გამოიცანი ცნობილი ადამიანი მისი ვარცხნილობით. აჰა. რა ეხლა პირველი იქნება ზაქარია ქუცდაშვილი. ზაქარია ქუცდაშვილი. მონიტორზე გამოჩნდება მხოლოდ ვარცხნილობა. თუ ისე მეტაილო. ყველამ და დასწრებაზე ვარ. აქ უკვე დასწრებაზე. დასაკვირველია. მე ილოს ვერ დაგითმობ. აბა, დავიწყოთ. დასწრებაზეა. იცი რა არის ეგეთი ძლიერი ქალები. ვიღაცის თმა გამოჩნდა. დავიწყეთ. აი, ძალიან სტანდარტული თმა. მიშას სიმგონია მე. არა. ოღონდ რეთი 8 წლის წინ. აშკარად აქ ვარდი ყარა. არა. ძალიან სტანდარტული. მე ჭაღარ არა. ანუ პოლიტიკოსი არ არის, ხო? აი, ნელ-ნელა რო სახე გამოაჩინოთ აი შუბლი და მე მივხვდებით. ხო, რაღაცა მაინც გვანახეთ. მე რა დავით მგონია შეიძლება გქონდეს 90% მოსახლეობის კაცები. რატომღაც დავით კაცების. მიშა სააკაშვილი შენ ამბობ კარგი და ხუბარდი აქ. მეც მაგ ხუბარდი. არა, ხუბარდი. აი თუ არა. აი თუ არ გამიხანი. არა, შენ თქვი. მე ხუბარდი. ამაზე უდამ შვენიერებო ეს ჩემი ბრალია. ეხლა შენ ვითომ არის ცოტა რომ ილომ არა და მე ვთქვი. მოკლედ დავითი გამოვიცანი. ეხლა დავითი შენ უნდა გამოგეცო. ხო, მეკუთვნო და კაი, შემდეგი. მოიცა, აქ შეიძლება ყველა იყოს ეს. როგორც ნახევარ გამოვიცანი. ეს ოდნავ რო ჩასვარე ეგ რა. სურამელაშვილი მე. სურამელაშვილი. ხო, ეგ არა. ოჩა. მარტო ეს ტამპო რო იყო. ხო, ვანდამტანი და ტამპო ეგ იყო მეორე ვარიანტი და გავს სხვა. ია სურამელაშვილი. კაცო, თქვენ მითხარით რომ პოლიტიკოსები იქნებიან. ცნობილი ადამიანი. შედო და მოგვეგო, მაგრამ არ გამოგვივიდა შენ ცნობილი რო გესმის ეგრევე პოლიტიკოსებზე მე ვთქვი ცნობილი ადამიანი. ნიკა გრიგოლია? კი, ნიკა გრიგოლია, აშკარად და რანაირად უცბადებს. ეს თვითონ არ გავს ნიკა გრიგოლიას ნახდი ფოტო. გადაკეთე თუ ის უფრო გავს ნიკა გრიგოლიას, არა? იახადაც ეგავარ. კი, ეგრევე გაა. იახადაც ეგავარ. ნახე როგორ გიცნობ ძმა. როგორ მიცნობს, ილო, თმითაც კი მიცნობს. ხოლო თმა რო გნახო გიცნობ ძმა. შემდეგი. ბიზინა დაგასწარი მე ბიზინადან შემომეხმარე. ამასწროს ალსახად. როგორ შეიძლება? ეს რა რამეში აგერია. ეკამ გამოიცნო რომ დართქვა. ხო. აი ეს ძალიან მარტივი იყო და შეურაცხყოფის მოყენება. აზარტი არ ქვა და არ თქვა. ხელ სააკაშვილი. კიდე დაგასწარი. მე წინაზე კარგი, შემდეგი. მიხაილ სააკაშვილი. ინა სარიშვილი. არა, ბესა, რა ქვია ბესელია? არა. ყვესიდაძე. არა, ისა რა ქვია, კაცო? გამოიწვი. მე კაი არ წამოვიყვე. არა და სულ სხვაგან მივდიოდი მე. სხვაგან მივდიოდი. მე ვარო, ეკას ეს გამოიცნო ეკა. გია სურამელაშვილი როგორც მოზრდილით. გადაიგირგა? აუ. ეს ვანო ხო არა? არა. მე არა, სადამ აქ მაგ. არა. ვანო თუა მაშინ? არა, ჯავახიშვილი. ცოტა ძველი ვანო არის. იყოს ვერსიათ, მოდი. ვანო. ესე გაბუნია სანამ თვები ქონდა, გაბუნია სანამ თვები ქონდა. კარგი, გაბუ ყმაწვილ კაცობაში და მე ვამბობ ვანო. სტეფანე. ეს ხუთი არ ითვლება. კეპი როგორ უნდა გამოგვეს? აუ, თმას მიცნობ თუ და კეპი იყო ბიჭო. ვაი, ბიჭო. ერთი წამითაც არ დამიშორო შეიძლება კეპით. არა, რა კეპი. ანუ ფანტაზიის გაყრუების თამაში არის ეს. არ ვიცი ეს. ბიჭო რა კარგია რა იყო ეს ხარა. კალაძე. ნინო ბურჯანაძე. ნინო ბურჯანაძე. იქეთ, ნუ იშვენ ხელს ესექენ. კალაძე. როგორ გავდა არა და ნინო ბურჯანაძეს მეწყობა. მეთუნება. გადაგეთო შემცვალე მერე.
ყალაზე ანუ მე ვერ გამოვიცანი შეჩაკეთვალოს ხოლმე? არა, იცი რა არის, სამართლიანობა მოითხოვს რას იცი? შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და თქვა ყალაძეო რა. აშკარად არა, თავიდან ყალაზე ვთქვი და მე შევცვალე არა, ყალაძეო და მე შეცვალა ბუჯანაძე. არ გამიგერო. მოდი ასე რომ ერთი ხულით ვიყო. კაი, შემდეგ ის არის ოღონდ როგორი სმარტი გოგონა. ის არა ქვია პატრიოტთა ალიანსი, რა ქვია ქალს კაცო? მე თან მოურავი, თან მოურავი. მოურავის მეორე ქალი. ინაშვილი ანუ. ინაშვილი. არაფერი ამას მოიცა, არაფერი არ ჩართოთ. ერთი ეს ვერსია არის. იყო? აუ. ბოლო არის ესა, მეგობრებო, რომ ვიცოდეთ. და გადაწყდება ჩვენი. ვა, ხერთი წამით, რამე ვერსია. შეიძლება ახლოს მიდე? იქნება რამე ეს კიკინებია. ხო რაღაც და თუ ახლოს მიხვალ და თვალს მოჭუტავ და დაუკვირდები, აღმოაჩინო კაცია თუ ქალია, მოდი ჯერ ამაზე შევთავაზოთ. ხალი, აშკარა. ეხლა მაქვს ერთი ვარიანტი რა. ფიქრობ რომ ხალი არის? არა, ისე ვფიქრო მოვიდა ჩემო ხალია ანუ. დეკანოიძე. არა? არა. აა, უკაია. მე ვიტყოდი ნანუკას. ნანუკას. ხო! მოვიგეთ. ნუ ხო, მაგრამ ეხლა ქალს თვები ხან 100-ია. აი, როგორ უნდა გამოიცნო ეხლა ეს? ისე, ეხლა შენ ეს იცოდი, იმიტომ რომ თმა ხან აწეული მაქვს ხან. ეხლა ეგ არ გამოვა. მოვიგეთ. იცით რატო? არა. ვიზაჟზე გადავედით მე და ვანიკო და ნანუკას არა, ეხლა ვასწორებთ. ასე რომ ზეპირად იცით ყველაფერს. თმა ხან ესე კონდეს ხან აწეული ამაში უნდა კარგად იცნობდე წამყვანს, რომ ხან როგორ აქვს, ჩვენ ხო გამოვიცანით. ვანიკო, ეხლავე გეუბნები. წავედით. საუბრო, არა, არ წახვიდეთ. მოდით, ეს სიურპრიზი იყო. სიურპრიზი იყო, იცით რა? გვაინტერესებდა დაგვნებდეთ. დღევანდელი თამაშის სინამდვილეში იყო ამაზე. სტუმარი გაიმარჯვებდა იმ შემთხვევაში თუ ის ბოლომდე არ დანებდებოდა. შენ არ დანებდი, ამიტომ გამარჯვებულია. ეკა კვესიდაძე!